გადაცემის ნაწილიც 22 მარტის მსვლელობის შეფასებით დავიწყოთ არაერთი მოქალაქე მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე საქართველოს და ამერიკის დროშების ფრიალით მივიდა. მიზანი იყო ამერიკელებს ენახათ, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკელმა პარტნიორებმა დაამტკიცონ მეგობარი აქტი. აი შეაფასეთ 22 მარტის მსვლელობა და აქვე აი რა შეიცვლება თუ კი საკანონმდებლო დონეზე მოხდება მეგობარი აქტის დამტკიცება და ამერიკის შეერთებული შტატები იტყვის, რომ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა არ შეიძლება. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის აქცია, ასე ვთქვათ, 22-ის პროპაგანდა ამბობდა, რომ მიილია პროტესტი, ხალხი არ დადის, ჩვენ უნდა ვთქვათ სასახელოდ ქართველების და ადამიანების, ვინც პროტესტშია ჩართული, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროტესტზე მისვლა გაცნობიერებულად წინასწარ ვიცით, რომ ნიშნავს 5,000 ლარიან ჯარიმას, მაინც დადის ადამიანები ამ პროტესტზე და ეს არის ჩვეულებრივად უბრალოდ პროტესტზე წასვლა. ეს არის ასე ვთქვათ შეგნებული, ასე ვთქვათ, მოქმედება საქართველოსთვის და ეს არის დასაფასებელი. გუშინდელმა 22-ის აქციამ აჩვენა, რომ პროტესტი არ მინენლებულა, ხალხში არის დიდი პოტენციალი და მე მჯერა, რომ 31 მარტს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ არა ვართ ორგანიზატორები. პრეზიდენტმა თქვა და პრეზიდენტთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფები 31 მარტს ერთგვარ რეფერენდუმს, ასე ვთქვათ, მოუწყობთ რეჟიმს. ჩვენ გვინდა თავისუფლება, ევროპა, თუ გვინდა ივანიშვილის მოძალადე. 22 მარტი, 31 მარტი კი ბატონო, აი თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძეც ამბობს, რომ მიზანია ივანიშვილის და ქართული ოცნების ლიდერების მეტი იზოლაცია. იქ სხვა ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებიც გვესმის, რომ მეგობარი აქტი იქნება ეს თუ სხვა სახის კანონპროექტი, მათი მიღება ნიშნავს ქართული ოცნება იყოს კეთროვანი. თუმცა ალბათ მაინც ლეგიტიმურია კითხვა, დასავლური რატომ ფიქრობთ, რომ დასავლური სახელმწიფოების მხრიდან არ აღიარება ქართულ ოცნებას დათმობაზე წაიღოს? აი სწორედ იმის გამო, რომ დათმობაზე არ წასულიყო, იმის გამო, რომ არ დაენიშნა ახალი არჩევნები, ვიცით, რომ ფაქტობრივად ჩახსნა ხო ურთიერთობები მართლობა პარტიამ როგორც ევროპასთან, ისე ამერიკასთან. რატომ მოიქცევა ახლა განსხვავებული? კი ბატონო, ჩვენ როცა აქციები იწყებოდა და პროტესტი დავიწყეთ, სამი მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო, ხო? პირველი მიზანი იყო, რომ არ აღიარება მომხდარიყო რეჟიმის და არ შესულიყო ოპოზიციიდან ვინმე და ამის ლეგიტიმაციის საფუძვლები არ მიეცა რეჟიმისთვის. ეს არის მიღწეული და უნდა ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, ერთი ადამიანიც ვერ იპოვეს სიმბოლურადაც ვიც ოპოზიციის სახელით ამ რეჟიმთან თანამშრომლობდა, ეს მოცემულობა არის, შიდა იზოლაცია არსებობს. მეორე იყო საერთაშორისო ასპარეზზე არ მომხდარიყო რეჟიმის იზოლაცია და ლამის საკანონმდებლო დონეზე გამოაცხადა ევროკავშირმა და ევროსაბჭომ არ აპირებენ გარკვეული დათმობების გარეშე მათთან თანამშრომლობას. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებზე საუბარი, ახალი არჩევნებზე ჩანიშვნა. იცით გადაწყვეტილება ევროსაბჭოში პირობიანი რაც იყო და ასევე მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო სანქცირება იმ მოძალადეების, ვინც ხალხზე ძალადობს. აი სამივე მიზანი მეტნაკლებად არის მიღწეული, მაგრამ ეს არის თვითონ ყოველებაში არ ჩავარდეთ. კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი და კიდევ მეორე პირობა დავიცვათ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ასე არ გაიგოს ვინმე, რომ ჩვენ მხოლოდ დასავლეთის იმედზე გვაქვს და შიდა პროტესტმა დაასრულა, არა, ესე არ არის. ეს 31 მარტი არის ერთგვარი ახალი სუნთქვა, ახალი ესე დიდი, ასე ვთქვათ, უფრო დიდი მასშტაბების და ფორმების პროტესტებზე გადასვლის მცდელობა და იქნება დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, რაც შეეხება მეგობარი აქტს. ძალიან სწორად გააკეთეთ აქცენტი, აი რას ნიშნავს მეგობარი აქტი. თქვენ იცით, რომ ამერიკაში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მუშაობს მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პრეზიდენტი. ამერიკაში სენატი და კონგრესი განსაზღვრავს საგარეო ურთიერთობებს, საგარეო ფაქტორებს და მეგობარი აქტით საკანონმდებლო დონეზე უკვე იქნება გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება ვასაბალდებულო გახდება ხელისუფლებისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმთან არ ითანამშრომლოს. ან თუ ითანამშრომლებს, მხოლოდ ის პირობები, იმ პირობებით, რაც ხალხს აქვს. რა არის ესა? ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მოძალადეების. ეხლა მიტყვი რატომ უნდა იმუშაოს? უნდა იმუშაოს, როცა ასე დისკომფორტი უნდა შეექმნას. ამათ ესენი ფულს არ იპარავენ, არ ძარცვავენ ხალხს იმისთვის, რომ მე ეს უცხოეთის, ასე ვთქვათ, ოფშორებში ეს ყველაფერი დაყადაღდეს, ხო?
ამათვის ეს ფულის ნაძარცვი, ფულის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია და როცა ბრიტანეთთან ერთად იცით რომ აპრილში ბრიტანეთიც აპირებს განხილვა საკანონმდებლო დონეზე პარლამენტში და ამერიკის უკვე მეგობარი აქტიც და ბრიტანეთიც უკვე საერთოდ მოусწრებს ყველანაირ სივრცეს. ერთი რა უნდა გააკეთონ პარტნიორებმა, მეორეა რა ნაბიჯები უნდა გადაიქცეს უკვე უშუალოდ ქვეყნის შიგნით და ამ ნაწილზეც გადავიდეთ. აი სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გავიგეთ რომ ოპოზიცია კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური კოორდინაციის ფორმატზე შეთანხმდით. აი წინა სტუმარსაც ვკითხე და ახლა თქვენც მინდა იგივე კითხვა დაგისვათ. ეს ნიშნავს იმას რომ უბრალოდ უფრო მეტი რაოდენობის შეხვედრა გექნებათ თუ აი ეს ინტენსიური კოორდინაციის ფორმატი ამავე დროს გულისხმობს სხვა რამესაც. მე გეტყვი ჩვენ რას გულისხმობთ ამაზე გიორგი ვაშაძემაც ისაუბრა სტრატეგია აღმაშენებლისთვის და ჩვენ პარტნიორებისთვის ასევე ჩვენ გჭირდება არა მხოლოდ პასიური თქვა ერთიანობა, პასიური, არამედ ჩვენ გჭირდება აქტიური კოორდინაცია. და პირველ რიგში რას ნიშნავს აქტიური კოორდინაცია? თქვენ პროფესიონალი ხართ ახლა მედიის და ეს სივრცე არის ყველაზე მეტად ინფორმირებული სივრცე ასე ვთქვათ საქართველოში. ჩვენ ვერ ვქნით ამ წუთას უნდა ვაღიაროთ სამწუხაროდ დაქსექსულობის გამო ოპოზიციის პოლიტიკურ დღესასრიგს. აქტიური კოორდინაცია ნიშნავს არა მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ყოფნას, რომ სამწუხაროდ გვიწევს ყოფნა, არამედ აქტიური პოლიტიკური დღესასრიგის შექმნას საქართველოში. აი ამას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით უბრალოდ კომენტატორები ქოცების მიერ შემოგდებულ დღესასრიგზე, ასე ვთქვათ, ჩვენ თვითონ შევქმნით ქვეყანაში პოლიტიკურ დღესასრიგს და ქოცი ქართული ოცნება გახდება მიმდევარი ამ ყველაფერს. აი მარტივ რამეს ვიტყვი, ქართული ოცნება ყველა ავტო. მათ შორის აქციების დღის წესრიგსაც და ამავე კონტექსტში დაგისვათ კიდევ ერთ კითხვას. აი ელენე ხოშტარიამ თქვა გუშინ რომ მნიშვნელოვანია პროტესტის განვითარება და თანამშრომლობა ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც პროტესტს აორგანიზებს. აი ეს განცხადებაც რას ნიშნავს და რამდენად ნიშნავს იმას, რომ აი სამომავლოდ აქციებთან დაკავშირებული გეგმები უნდა შედგეს არა სამოქალაქო აქტივისტების მიერ, არამედ მათ შორის ოპოზიციური ძალების მონაწილეობით და ხო აი იგულისხმება თუ არა მოკლედ ამ ამბავში პოლიტიკოსების ჩართვა. ჩვენი პოზიცია არის რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი ეხება რაც ქვეყანაში ხდება, ასე ვთქვათ, ორი გზა იბრძვის საქართველოში ერთმანეთს ყველამ ვიცით, ივანიშვილის გზა, ეგრეთ წოდებული ქოცების გზა, სუსტი საქართველო და უცვლელი საქართველო მეკავშირეების გარეშე მარტო დატოვებული საქართველო, რომელიც შეიძლება ადვილი ნადავლი გახდეს რუსეთის, რაც რუსეთს უნდა და მეორე ძლიერი საქართველო ევროპელ მოკავშირეებთან, ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომელიც არის ასე ვთქვათ განვითარების და უსაფრთხოების თავარი გარანტია, ანუ დაცულობის თავარი გარანტია, ანუ აი ქოცების პროპაგანდა გახსოვთ ხო როზე იყო რომ აი ომის საფრთხეა სინამდვილეში ქართული ოცნებას დის ომის საფრთხეს ქვეყანაში როგორ თუ საქართველოს იქნება მოკავშირეების გარეშე თუ საქართველოს იქნება სუსტი რუსეთისთვის რუსების სუსტებს ესხმის თავს და უფრო ადვილი ნადავლი იქნება საქართველოს ამიტომ ჩვენ გვინდა დაცულობის მოტანა და ამის ახსნა ამის ხალხამდე მიტანა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამასთან ერთად ამ ბრძოლაში მარტო პოლიტიკოსებმა კი არ უნდა საქმე კი არ არის ეს არის საზოგადოების ყველა აქტიური ფენის წარმომადგენელი საქმე და ჩვენ გვჭირდება ფორმატი და პრეზიდენტთან ურთიერთობა ამის შესაძლებლობას იძლევა რომ მარტო პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები კი არ იყოს საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფებიც ანუ ვისთვისაც საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანი პატრიოტიკის გარეშე ვიძახი ყველა ამ ხალხმა ერთად უნდა ვიპოვოთ ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი აი ეს არის ეს სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური ძალების ურთიერთ ესე თქვა კოორდინირებულ ქმედებებზე რადგან ვსაუბრობთ ამ კონტექსტში იმ ერთობლივ ვიზიტებზეც დაგისვამთ კითხვას რომელიც როგორც გავრცელდა ინფორმაცია იგეგმება ევროპის არაერთ დედაქალაქში ხო აი უფრო მეტი რომ გითხრათ ამ განწყვეტილების თაობაზე კონკრეტულად სად და ვისთან ერთად მიდის სალომე ზურაბიშვილი და რა არის თქვა ის თავი მესიჯები რის ჩატანასაც ევროპის დედაქალაქებში გეკნებთ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები და გულშემატკივარი საქართველოს ბედზე ჩვენი ამოცანა რა არის რომ ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს აიყვანა ძევლად და ის სანქციები და მათი ანტიდემოკრატიული პოლიტიკა არ გახდეს ამის მძევალი არ გახდეს საქართველოს. ამიტომ საერთაშორისო ვიზიტები, მათ შორის ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, თუ ევროპა, თუ ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მძევლად აყვანამ, ქართული ოცნების იზოლაციამ არ დააზიანოს საქართველოს. აი, ჩვენი ამოცანა მარტივად გეუბნებით ახლა მიუხედავად ჩვენ გვინდა რომ რეჟიმი იყოს სანქციონირებული, რეჟიმმა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, მაგრამ ამის გაკეთება ისე გვინდა რომ ამით არ დაზარალდეს საქართველოს მოქალაქე. როცა რეჟიმს გაწყვეტილი აქვს ყველა დასავლელ პარტნიორთან ფაქტიურად ურთიერთობა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი ამოცანა არის ქართველი ხალხის სახელით
წარმომადგენლობა რომ საქართველოს და ქართულ ხალხს ივანიშვილის მძევლად აყვანის გამო საქართველოს არ მიადგეს ზიანს. სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკეო, ასე აფასებენ ზურაბიშვილის და ოპოზიციის კოორდინირებულ ქმედებებს. ეს არის პროპაგანდა. რა არის თქვენი პასუხი? ჩემი პასუხი არის პროპაგანდა. მათ მიერ ჩატარებულმა გაყალბებულმა არჩევნებმაც კი აჩვენა რომ მინიმუმ 48% უჭერს ამ ქვეყანაში ხარს და ეხლა ნინო წმინდა ახალქალაქი სადაც 95-15%-ია გამოვაკლებთ ამ გაყალბებული არჩევნების პირობებში და კიდევ მანიპულაციებს რაც გააკეთეს, ვინ არის ნული და ვინ არის დამარცხებული, ყველამ ვიცით. ჩვენ ეხლა მაგას ვამბობთ სწორედ რომ არა მათ მიერ კაცო ნულს როგორ ამბობენ რა უსინდისობა თვითონ დაგვიწერეს 48% და ნული როგორ არის რაღაცა 4%-ია საერთოდ გამწვება მათი წარმოდგენითაც. მე ერთ რამეს ვიტყვი, ახლა ხალხი მოქალაქეები გვისმენთ ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ ვიცოდეთ. ყველა ავტოკრატი როგორც კი იწყებს პატრიოტიზმზე ლაპარაკს, ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტის დაცვაზე, ეს არის კლასიკა. როგორც ამაზე იწყებს ლაპარაკს, უნდა ვიცოდეთ, რომ მას ძალიან გაუჭირდა. ცნობილი გამოთქვა არის, ავტოკრატების და ნაძირლების საბოლოო თავშესაყარი არის ეგრეთ წოდებული პატრიოტები. ჩვენ ნამდვილი პატრიოტები ჩვენ ვართ. ქართული ოცნება ამას იჩემებს, როცა მათი ძარცვაზე, გურდობაზე, ძალადობაზე, კორუფციაზე, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ აბიჯებზე ვიწყებთ ლაპარაკს, ეგრევე იწყებენ პატრიოტიზმის და სუვერენიტეტის დაცვაზე ლაპარაკს. ეს არის ბოლო კლასიკა არის ჟანრის, ასე ვთქვათ, ავტოკრატების და ეს აუცილებლად დასრულდება, მაგრამ თავარი არის ერთიანობა, ეს არ მოვა თავისთავად და მხოლოდ ერთიანობა არა, აქტიური ერთიანობა, როცა ხალხი ქმნის პოლიტიკურ დღესასწაულს. კარგი, ერთი კითხვის დასმა მინდა მოვასწრო ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომელიც საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ეხება და რომელიც გასცემს ამ ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას, საუბარია კანონმდებლობაში ეს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე. არ ვიცი, აი რამდენად არგუმენტირებულია თქვენი შეფასებით ვენეციის კომისიის დასკვნა, იმიტომ რომ ასე არ ფიქრობენ ქართულ ოცნებაში და აქვე უშუალოდ არჩევნებს რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, უნდა იყოს თუ არა მკაფიო ყველა ოპოზიციური ძალის პასუხი და პოზიცია უნდა ჩაერთოს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, პასუხი უნდა იყოს მკაფიო. ამ წუთას ახლა ამ თემის ასე შემოგდება 7 თვით რადრე არის ქართული ოცნების დღესასრიგის ნაწილი, რომ თითქოს პროტესტი დასრულდა, პროტესტმა მიზნებს ვერ მიაღწია, ახალი არჩევნების დანიშნვის შანსები არ არსებობს და გადავედით ყველა თვითმმართველობის არჩევნებზე. ამის სივრცე არ უნდა დაუტოვოთ ჩვენ რეჟიმს, დღეს მაგიდაზე ქართული ხალხის მიერ დაწესებულია, მოთხოვნილია ახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მოძალადეების დასჯა და ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ ავანგარდში ვიქნებით ამ ბრძოლის, რომ ეს მოთხოვნები იქნას შესრულებული, შესაბამისად სხვა ალტერნატივას ჩვენ არ განვიხილავთ. აი ეს არის პასუხი, რაც შეეხება ვენეციას, სულად ვიზიარებ, იმიტომ რომ ის პირობებიც, რაც 2020 წელს დავათმობინეთ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის მიმართულებით, ისიც კი გააუარესა. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ მონაწილეობისთვის, ეს ხო ოლიმპიადა არ არის, ხო? შედეგი აქვს თავარი და როცა ტაბლო, სადაც შედეგებს, რასაც უნდა იმას ივანიშვილი წერს, აი ასე ხშირად ამბობენ, რომ ალაგ-ალაგ მაინც ხო შეგვიძლია იმ ქალაქებში, სადაც მოვიგეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა, არ შეგვიძლია, რატომ ის ტაბლო, სადაც შედეგები იწერება, ვიდრე არის ივანიშვილის ხელში, ამას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მართლა მოვიგებთ არჩევნებს, მაგრამ ტაბლოზე დაიწერება რომ დავმარცხდეთ. ანუ სულ რაღაც 2 წუთი დაგვშა და ბოლოს კიდევ ერთი ამჯერად არაპოლიტიკურ, არ ვიცი, შესაძლოა არის კიდეც პოლიტიკასთან კავშირში, ან შესაძლოა არც არის, მოკლედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გაწყვეტილებაზე მინდა ამ შემთხვევაში გკითხოთ, რომელიც პროკურატურას მიმართავს დაინტერესდეს რა არის რამდენიმე თანამშრომლის განსხვავებული მოსაზრების მიზეზი. საუბარია ვასილ ივანო-ჩიქოვანზე, ნინო ზაუტაშვილზე, კახა მელიქიძესა და გია იმნაშვილზე და მათ პოზიციებზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რჩება შთაბეჭდილება, რომ აი ეს პირები, აღნიშნული ჟურნალისტები, გარკვეული მიზნების გამო მოქმედებენ, ისე როგორც პოზიციონირებენ. რას შეიძლება ნიშნავდეს და როგორ შეიძლება შეფასდეს ბორდის მიერ პროკურატურისთვის მიმართვა? პირველი, აი ეს ხალხი თქვენ ვით ჩამოთვალეთ, ჩიქოვანი, ზაუტაშვილი ვინმე არ გამომჩეს კიდე. პირდაპირ გაბედა ამ ხალხმა და ესენი არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება თქვა რეჟიმის პირობებში სამსახურის დაკარგვის რისკის ფასად და პროკურატურის გავიგეთ რომ პროკურატურის რისკის ფასად თქვა სიმართლე და თქვენ იცით რომ ოპერატორიც კი რომელიც თქვა ტრანსლირებას იღებდა ის კაციც კი ჩამოაშორეს იმის გამო რომ კობახიძე ბევრჯერ არაჩვენა ფეხბურთის მატჩის დროს ასეთ პირობებში
ერთი თანადგობა ამ ადამიანებს და მეორე მე მიმართავ მოქალაქეებს ეს რა ბორდის გადაწყვეტილება ბორდი რასაც ლაპარაკობს რას ნიშნავს რომ ჩვენ არც თავისუფლება არც სახელმწიფოებრიობა არც ქვეყნის მომავალი გარანტირებული არ აქვს და ყველა თაობამ სწორედაც როგორც ხენებდი ამბობს ყველა თაობის ვალია თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი ვალი არის ვიბრძოლოთ რატომ ამ ხალხს პირდაპირ ვიტყვი ამ ბორდის წარმომადგენლებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს შანსი რო გქონდეთ და 21 საუკუნე ამის შესაძლებლობას იძლევა და ამ ხალხის ტრად გამოაცხადებ და ეხლა მარა მარტო ამ ხალხს 500 ლარიან ჯარიმებს ვისაც უწევდნენ გამოაცხადებდნენ ხალხის ტრებს ამ ტრად და სიამოვნებით დახვიტავდნენ ამიტომ ნუ გონია რომ ეხლა ის ხალხი ვინც პროკურატურაში მოითხოვა თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო გადააგზავნეს საქმეო 27-28 წლებში რო ეცხოვრათ რას იზავდნენ ხალხის დახვრეტას არ მოაწერდნენ ხელს სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს ამიტომ მეგობრებო არაფერი გარანტირებული არ არის ჩვენ ხელშია საქართველოს მომავალი ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველო გაიმარჯვებს